ბევრი მეკითხება მიწის ნაკვეთებზე საქართველოში. დღეს წარმოგიდგენთ ნაკვეთებს ბაზალეთის ტბაზე. ეს არის სრული საკუთრება, რომელიც უცხოელის სახელზე იმავე დღეს ფორმდება და გაქვთ კოტეჯის აშენების უფლება. ესენი უკვე გაყიდულია. ესენი კი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი. შეხედეთ ამ მწვანე მთებს. მაშალა. პირდაპირ საქართველოს სოფლის გულშია. თქვებისთვის მომწერეთ პირადში ან WhatsApp-ზე. არაბულად არის ვიდეო. აი ვისზეა ეს გათვლილი? არ ილაპარაკოთ არაბიზაციაზე, არაბიზაციაზე რატო ლაპარაკობ? მარტო იმაზე ილაპარაკეთ, რომ აი ბაზალეთში სოფელი დაიცალდა. ვის ასახლებენ? მაგაზე რო ლაპარაკობთ, ეგ ურტყავს ხელისუფლებას და ეგ როგორ შეიძლება, ხო? აი ეგ დგება რეალურად და მოდი კიდევ ნახოთ, ვიღაცამ შეიძლება თქვას 1-2 ვიდეო რა არის, თქვენ იცით, მე რაღაცა ყობახიძის ამონაწერი მოვიტანე და ბევრი არაბი არ არის ჩამოსული საუდის არაბეთიდან და ნუ გეშინიათ ხალხო ბევრი არაბი არ არის ჩამოსული საუდის არაბეთიდან. მოდი აი ვიდეოებს გაჩვენთ, რამდენი მარტო რეკლამა არაბულ ენაზე, აი რამდენი რეკლამა არაბულ ენაზე, უბრალოდ უნდა ვნახოთ. აქ გვაქვს გასაყიდი მიწის ნაკვეთი, ფართობი 5000 კვადრატული მეტრი. ბაზალეთის რაიონში. მიწა არის საკუთრება, არა სასოფლო სამეურნეო. რეგისტრირდება უცხოელზე. მისი მდებარეობა და ადგილი ძალიან კარგია. ეს რა თქმა უნდა საცხოვრებელი ზონაა. თბილისიდან ზუსტად 40 წუთის სავალზეა. რეგისტრირდება უცხოელის სახელზე. ვისაც გსურთ კითხვა ან დაზუსტება, მომწერეთ პირადში. მარტო ვიდეოები კი არა კაცო. აი ხა გაჩვენებთ კონკრეტულად ბაზალეთში ამ ერთ დასახლებაში არაბებმა რამდენი იყიდეს. აი ჩვენ შევედით და რეესტრიდან ამოწერეთ, აი ამონაწერები გავაკეთეთ მარტო ბაზალეთს. York Towers-ი ასეთი კომპანია, რომელიც გაჩვენეთ აი ბაზალეთში და მთელ საქართველოში რო ყიდის საკუთრებას და აი ეკრანი ვაჩვენეთ ერთი წამი. ყველა დოკუმენტი, რომელსაც აი ხედავთ, ეს არის რეესტრის ამონაწერები, არის 100-ზე მეტი. ყველა კი ვერ მოვასწარით, ეს რა ვიცი, ხა ჩავჯექით 100-ზე მეტი ამოვწერთ, მაგრამ იქ არის 1000-ობით დოკუმენტი, ანუ 1000-ობით გაფორმებული ქონების ამონაწერი. აი ჩაუყვეთ, აი ვინმე შეიძლება იგონოს, რომ რა რაღაცა ქართველებიც იქნებიან. აგერ აი თქვათ 895 კვადრატული მეტრი ფართობის ქონება, რაიონი დუშეთი, დასახლება რადიოსადგური. ეს არის აი დასახლება ბაზალეთის ტბის გვერდით. მესაკუთრე გახდა ალნახვი ჰაშიმ აჰმედ ნასირ. კი ბატონო, ერთი ვნახეთ, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, ერთი გაიყიდა რა მოხდა. კარგი, მეორე ვნახოთ. აგერ, ნუ მეორე მიწის ნაკვეთი, რაიონი დუშეთი, დასახლება რადიოსადგური, ფართობი 9975 კვადრატული მეტრი. მესაკუთრე ღალებ აბდელვაჰედ მოჰამედ ელიამანი. კარგი, ორი გაიყიდაო, ვიღაცამ შეიძლება თქვას, ჩავყვეთ. იდე, აგერ 25 წლის 21 იანვარს. იგივე რაიონი დუშეთი, დასახლება რადიოსადგური, 1197 კვადრატული მეტრი, მესაკუთრე მოჰამედ ჰუსეინ კამელ მოჰამედ გუჰარ. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას თავში დააწყეთ რაღაცა არაბებზე და სადაც შუაში არ იქნება. კი ბატონო, რა ვიცი, ნებისმიერ ეს გავხსნათ. ესე იგი, აგერ 25 წელი, ისევ რადიოსადგურის დასახლება დუშეთი, 1415 კვადრატული მეტრი, ესაკუთრე ფუად ხალედ სალმენ ბინ მადჰი. არ ვიცი, კიდე რომელი აგერ, რომელიც გვინდა არ არის ქართველებზე არაფერი, აგერ ისე 25 წელი, დასახლება რადიოსადგურ დუშეთი, 964 კვადრატული მეტრი, ალმაშ ალჰასან ფაია ესაკუთრე. ხო, არის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ეს არის ოფიციალური საჯარო რეესტრის ღია წყაროები, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ნებისმიერ თქვენგანს და გადაამოწმოთ. აგერ კიდე რომელიც გვინდა გავხსნათ, იქ უბრალოდ არ არის ქართველებზე არაფერი, ყველაფერი იყიდება არაბებზე. რაიონი დუშეთი, დასახლება რადიოსადგური, 1507 კვადრატული მეტრი, ვეჯდან მოჰამედ აქელ ბა აბლად. ეს არის მესაკუთრე, ხო? ივლისი რადიოსადგურის დასახლება დუშეთი, 904 კვადრატული მეტრი, იასერ აბოუზეიდ ელსაიდ ზეიდ, ვინმე მესაკუთრე. 1000-ობით ასეთი განცხადება, აი მოდიან და უბრალოდ სირცხვილია ამას როგორ აპრავებთ ხალხო, აი არ მესმის, აი 25 წელი დუშეთის მუნიციპალიტეტი დასახლება რადიოსადგური 710 კვადრატული მეტრი. ადი ბალი მოჰამედ ალმუბარაკ. არ ვიცი, ვერ ნებისმიერს ვერ მოხვდები აქ არაბი რო არ იყოს. 25 წელი 9 აგვისტო
1510 კვადრატული მეტრი ზაქი ზაჰოუდ აჰმედ მიუდფელ მარე არ ვიცი აი თან ეს ჩვენ ამოვიღეთ ნაწილი ანუ ნაწილი მცირე ათასობით განცხადება შედით York Towers-ის და იგივე ხდება სხვა არაბული კომპანიების შესრულებით შედით მათ გაყიდვებში Saxstad რეესტრში და მასიურად იყიდება არაბებზე და რატო ემართებათ ისტერიკა, იცით? აი არაბიზაციას რატო ახსენებ? მანდ არის ფული კაცო. მაგას ყიდის მთავრობა. ეგ ურტყავს მთავრობას, რომ შენ დღეს რატო ყიდი? დღეს რას აკეთებ? ეგ ურტყავს მთავრობას, თორე ეხლა რავი ხალხი თვითონ მიდის სოფლებიდან და იმას რა ქვია, რა ვიცით, აღარ უნდათ ეხლა ბავშვების გაჩენა და ვერ მრავლდება ერი და მთელ სოფლიოში ესეა ვარდნა შობადობის და ხო რაღაცას ვიზავთ და ეგ ეხლა გასაგებია რომ კი პრობლემაა და მთავრობას მოთხოვ, მაგრამ ეგ არის ძალიან გრძელვადიანი პრობლემა, რომელიც მარტივად შეუძლია აისხლიტოს და პრობლემა რომელიც დღეს დგას ქვეყნის გაყიდვით მაგაზე რომ მიანიშნე მაგაზე პრეტენზია აქვს ეგ ეხლა რატო იძახი ასეთ რაღაცას ეგ ნუ მაგითი ამარგინალებ თემას ეგრე აყენებენ აი თან ეხლა ბევრმა რა წარმოიდგინა იცით ბევრმა წარმოიდგინა რომ აი ეს Eagle Hills-ის პროექტი არის ნუ ერთი პროექტი ავიტანოთ რა არ მოხდა ეხლა ერთ პროექტს ავიტანთ და რაც ჩასახლდება იყოს ინვესტიცია ხო გჭირდება. მეტი აღარ იქნება, ოღონდ რა ვიცი, რა მეტი აღარ იქნება, აგერ სხვადასხვა პროექტების წება, მთელი პროექტების პირდაპირ არაბებზე ყიდიან, აი გამიზნულად. ახალი პროექტიც ჩნდება, ხალხო, ეგრე მანდ ვინმე კი არ გაჩერდება აქ არაბებს თუ საქართველოს შესყიდვა უნდათ. აი პროექტების ცვენა იქნება. აგერ მაგალითად რადიო თავისუფლება აქვეყნებს სტატიას ყველაზე იაფი ბინა 300,000, ყველა ძვირი 5.5 მილიონი ახალი არაბული ინვესტიცია თბილისის თავზე. ეს არის ეგრეთ წოდებული მირა ვერდე. აგერ ხედავთ, აგერ ახალი არაბული ინვესტიცია. მოდი მირა ვერდე რა არის? აი ქართველებზე აკეთებს, ვიზე აკეთებს, ხო? და ეს მირა ვერდე დასახლება, რომელიც სოფელ თელეთთან ახლოს, თბილისთან ახლოს უნდა აშენდეს. ან ქალაქის ტიპის დასახლება, რომელიც უნდა აშენდეს და ამ პროექტის თვითონ საიტზე, სარეკლამო საიტზე წერია, რომ ქონება ეღირება $300,000-დან და ზევით. კვადრატული მეტრის ფართო კვადრატული მეტრის ღირებულება იქნება $5,500 და ნუ იქ იქნება რიგი საკუთრებები $5 მილიონ ღირებულების. ანუ წარმოიდგინეთ ახლა იმაზე ხო გვატყუებენ Eagle Hills-ზე, რომ ვითომ $1,650 გაიყიდა და არა უშავს რა. $300,000-დან რომ დაიწყება ქონების ფასი და $5,500 იქნება კვადრატული მეტრზე. ეს რო ქართველებზე არ არის გათვლილი, ეს ხო ყველას ესმის. ანუ აქ ხო მაინც ვერ მოიტყუებიან. ჩაატარეს პრეზენტაცია ოქტომბერში, ოღონდ აი ხმაური რო არ ყოფილიყო ნეგატიურ ქართველებზე მიაჩუმათ ეს, იმიტომ რომ არაპირებენ ქართველებზე გაყიდვას და არაბულად და ინგლისურად აქტიურად არეკლამებენ. ჩვენ ვისაუბრებთ მირა ვერდეზე თბილისში. საქართველოს ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია. კაპიტალის წლიური ზრდა 20%-ს შეადგენს. ჩვენი პროექტის მირა ვერდეს მოსალოდნელი წლიური ამონაგები 12-13%-ია. თუმცა ჩვენ მინიმუმ 8%-იან გარანტიას გაძლევთ. გვაქვს სტუდიოს ტიპის ბინები. ერთსაძინებლიანი და ორსაძინებლიანი აპარტამენტები ძალიან მიმზიდველ ფასად. სრულად გარემონტებული. ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი. ჩაბარება ხდება სრული კომპლექტაციით. მირა ვერდე ულამაზესი დასახლება თბილისის მთებში. დასახლება შენდება ქალაქის ტიპის დასახლება, რომლის რეკლამებიც ინგლისურად და არაბულად არის. მოდი კიდე ერთი ვიდეო ვნახოთ. ნავით, ჩემი ბევრი დუბაიელი კლიენტი რჩევას მეკითხება ახალ ბაზარზე ინვესტირების შესახებ. ეძებენ რაღაც უფრო მწვანეს, სწრაფად მზარდს,
მთებით გარშემორტყმულსა ამავდროულად მდიდრულს, თანამედროვე ცხოვრების სტილით. გაქვს რამე მხედველობაში? სხვათა შორის დიახ, მაქვს რაღაც მართლაც საოცარი. შეგიძლიათ მას საქართველოს ბევერლი ჰილსი უწოდოთ. ეს არის მირა ვერდე, სადაც მთები და მდიდრული ცხოვრება ერთმანეთს ხვდება. ეს არის პირველი ბრენდირებული რეზიდენციების ერთიანი დასახლება საქართველოში, სადაც განთავსებულია ბინები, თაუნჰაუსები, ვილები, სასახლეები, სკოლები, ოფისები, სასტუმროები და გამაჯანსაღებელი ცენტრები. ეს ყველაფერი ერთ განსაცვიფრებელ სივრცეშია. ანუ, როგორც ხვდები, ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ სახლი. ზუსტად. თქვენ იღებთ სასტუმრო ტიპის მომსახურებას, ვალე პარკინგს, ნომერში კვების სერვისს, 24/7 დაცვას, სიმწვანეს, პანორამულ ხედებსა და მსოფლიო დონის გოლფის მოედანს. ეს ძალიან შტამბეჭდავია. მჯერა რომ ძალიან მიმზიდველი იქნება, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც აქ დასახლება სურთ. მაგრამ მეტი მინდა ვიცოდე ინვესტორთა სარგებელზე, კაპიტალის ზრდაზე, მემკვიდრეობის სისტემაზე, იჯარის გადასახადებზე და იმაზე თუ რა ხდის ამას ჭკვიანურ არჩევანს მათთვის. რა თქმა უნდა, აქ არ არის სამკვიდრო გადასახადი, არ არის კაპიტალის ნამეტის გადასახადი 2 წლის შემდეგ, ხოლო იჯარის გადასახადი მხოლოდ 5%-ია. ხო ნებისმიერი, ვინც გეუბნებათ, რომ არ უნდა ინერვიულოთ, როცა ქალაქი შენდება, პირდაპირ ეგ არის რეკლამის აღწერა და შინა ასე რომ ქალაქის ტიპის დასახლება იქნება, რომელსაც ყველაფერი იქნება შიგნით, ანუ ავტონომიურად შეგიძლია არსებობა და როცა ამაზე კეთდება რეკლამები, რომ იქ უცხოელ დუბაელ კლიენტებს აინტერესებთ იქ როგორ დასახლდებიან, როგორ იცხოვრებენ და რა იქნება გადასახადები და გადასახადები არ იქნება, არ არის პრობლემა. იქ დასახლება და გადმობარგება არ წარმოადგენს პრობლემას. ამაზე ვინც გეუბნებათ, რომ ამაზე ლაპარაკი, პრობლემა არ არის ამაზე ყურადღების მიქცევა საჭირო, ეს არ ხდება, ეს ამარგინალებს პროცესს და ასე შემდეგ და მხოლოდ რაღაცა ზოგად დემოგრაფიულ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ, რომლის გადაჭრაც ყისიერად ვერ მოხდება, მხოლოდ მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ და თავრობაზე რო პირდაპირ ხელის გაშვერა რაზეც ვერ მოხერხდება, ეგ სინამდვილეში მთავარი ამოცანა მაგ პროცესის არის, რომ თავრობას ისრები ააცილო. ეს არის მთავარი პრობლემა, როცა ქვეყანა იცლება, როცა ქვეყანას იმედია დროებით აქვს შობადობის სერიოზული კრიზისი, მთავარი პრობლემა, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ეს იმედია დროებითი პრობლემა არ გადაიქცევა გადაუჭრელ დაბრკოლებად. იმ აქედან იმედია დროებით წასულ ქართველებს, რომელსაც უნდათ აქ დაბრუნება, აქ არ დახვდება ცხების მიერ ათვისებული და დაკავებული ქვეყანა. ანუ აქ მათ სოფლებს, რომლებიდანაც დროებით მათ წასვლა მოუწიათ, ვიღაცას კი არ ჩაუსახლებენ, ვიღაცაზე კი არ გაყიდიან მიწებს და იმ გვერდზე რაღაცა ეთნიკურ ანკლავებს კი არ გაუჩენ, არამედ შესაძლებელი იქნება უკან დაბრუნება. შესაძლებელი იქნება დემოგრაფიული კრიზისის შემბრუნება. მაგ პროცესს ჩვენ თუ დავამტყუეთ მიგრაციის შეგნებული მიზანმიმართული ტალღა, გადაულახავ ბარიერად დაუდგებათ უცხოეთში წასულ ქართველებს, რომელსაც დაბრუნება უნდათ. ეხლა ქართველებს, რომლებიც სიდუხჭირის და გაჭირვების გამო ვერ ახერხებენ გამრავლების იმ ტემპების ქონას ეროვნულ მასშტაბში, რაც უსაფრთხოების გარანტიებს მოგცემთ. ამიტომ ამის არც განცალკევება არ შეიძლება და არც იმის უგულებელყოფა არ შეიძლება, რომ დემოგრაფიული კრიზისის ფონზე მიგრანტების აქტიური შემოყვანა არის ყველაზე მომაკვდინებელი პასუხი, რაც შეიძლება, ყველაზე მომაკვდინებელი შეცდომა, რაც შეიძლება ერმა და სახელმწიფომ დაუშვეს.